ჩვენი პირველი პოდკასტის პირველი ეპიზოდი. ეს ვისაუბროთ თემაზე არასაჭირო მკურნალობა. ერთ წამალს მოყვება ხოლმე 4-5 სხვა წამალი. სადესერტო მედიკამენტები. მიაყოლებენ. აი ესეც გჭირდება, ესეც კარგია. პრეპარატები ინიშნება უმიზნოდ. ფაქტიურად 10-დან 9 ადამიანი ტყუილ უბრალოდ იღებს. გადასხმეს ყველას თან უყვარს. და რა ფენომენია ეს? ზოგჯერ გადასხმა თუ არ ეს ვაკეთებ. მოგესალმებით მეგობრებო, აი დადგა ორშაბათი და ჩვენი პირველი პოდკასტის პირველი ეპიზოდის დროც. პოდკასტს ქვია ჯანმრთელობის მატრიცა და ყოველ ორშაბათს დღეს საღამოს 7 საათზე ხოლმე ჩვენს YouTube არხზე, რომლის QR კოდიც ახლა აი ამ ვიდეოს ქვემოთ გამოჩნდება. დავდებთ ხოლმე აი ამ სამედიცინო თემატიკაზე საუბრებს პოდკასტს, რომელსაც ჯანმრთელობის მატრიცა ქვია და აუცილებლად გამოგვიწერეთ. და გვიყურეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო თემას შევეხებით. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ამ პოდკასტის სპონსორი, მთავარი სპონსორი არის კლინიკა ნეოლაბი. ეს არის კლინიკების ქსელი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ბორჯომში, დედოფლის წყაროსა და ზუგდიდში და თუ ვინმე სხვა სამედიცინო ბიზნესი გამოჩნდება, დიდი სიამოვნებით წარმოადგენთ ხოლმე მათ პროდუქტებს და გავახორციელებთ ამ პოდკასტის ფარგლებში მათ ინტეგრაციას. ჩვენს პოდკასტს წავიყვანთ მე, გიორგი ნიორაძე, ქალბატონი მაია ბუწაშვილი და ბატონი გიორგი კამკამინძე. ასევე გვეყოლება კიდევ ერთი წამყვანი, ეს არის ბატონი ლაშა გულბიანი და ეტაპობრივად შევენაცვლებით ხოლმე ერთმანეთს და ბუნებრივად გვეყოლება ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი. მოკლედ, ამ პოდკასტში ვისაუბრებთ ისეთ თემებზე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაინტერესებს. მოგესალმებით. ჩვენი პირველი საუბარია ახლა ამ თემაზე და რა მოლოდინები გაქვთ ქალბატონ მაია ამ პოდკასტისგან, ანუ რას შესთავაზებთ მაყურებელს, რომელიც გამოიწერს ჩვენი YouTube-ის არხს. იმიტომ რომ თქვენი სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიური ხართ, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას პოსტების სახით ხოლმე აწვდით მოსახლეობას და ხშირად ძალიან ესეთი კაფიო და რაღაცნაირი მახვილი პოსტები გაქვთ ხოლმე სამედიცინო მიმართულებით და პოდკასტშიც ასეთივე იქნებით. რეალურად სამედიცინო განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც უფრო მეტ მესიჯს მივაწოდებთ ადამიანებს სწორ წყაროებზე დაყრდნობით, მით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც უბრალოდ არ არის რეალური ჭეშმარიტ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი და ვეცადოთ რომ ჩვენ აი ამ ჩარჩოებში უნდა ვიყოთ. უნდა ბევრ მითს შევეხოთ, იმიტომ რომ ჩვენს მოსახლეობაში ძალიან ბევრი სამედიცინო მითია, უამრავი სტერეოტიპია და სამწუხაროდ მათ ზოგჯერ ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის და ჩვენ უნდა ამ მითებს შევეხოთ და რეალობაზეც ვილაპარაკოთ. რადგანაც მე ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს პაციენტებთან, მითების მთელი კრებული გექნებათ, ხო? ციგნადაც ხო არ აპირებ რო გამოვიდეს. პენსიაში როცა გავალ. და ასევე შეკითხვები, აი დაახლოებით რა კითხვებს სვამენ ადამიანები ყოველდღიურად, როცა მათთან შეხებაში ვარ, ვეცდებით რომ აი ამ ტიპის კითხვებს გავცეთ პასუხი და გზადაგზა რაც წამოგვეწევა სამედიცინო სიახლეები, მოგეხსენებათ მედიცინა და სამედიცინო ინფორმაცია მუდმივად განახლებადია და ყოველთვის რაც სიახლეები იქნება მედიცინის სფეროში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, ჩვენ რა თქმა უნდა აუცილებლად შევეხებით ხოლმე ჩვენ სტუმრებთან ერთად. ბატონ გიორგი, იცით რა არის ექიმების ერთი თავარი პრობლემა არის ხოლმე, რომ ხშირად გაუგებარ ენაზე საუბრობენ მოსახლეობისთვის, პაციენტებისთვის, აი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის რთულია ექიმის მოსმენა, რომელიც სამედიცინო ტერმინოლოგიით ესაუბრება, რომელიც მედიცინაში გარკვეული არ არის. ანუ როგორი იქნებით თქვენ ამ შემთხვევაში, რამდენად გასაგები იქნება თქვენი საუბრები ხალხისთვის? მოგესალმებით, მეც მოლოდინი მაქვს რომ იმ სეთ საკითხებზე, რომელიც აინტერესებს პირველ რიგში მაყურებელს, მსმენელს, ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ ისეთ ენაზე, რომელიც გასაგები იქნება უმრავლესობისთვის, შევეცდებით რომ იგივე ტერმინებიც თუ იქნება ისინი განმარტოთ და განმარტების გარეშე არ წარმოვადგინოთ. აქ ორივე მხარეა, ზოგიერთ შემთხვევაში ხდება ძალიან რთულად ამ ინფორმაციის მიწოდება, ზოგჯერ ძალიან ასე ვთქვათ პრიმიტიულად გამარტივებულად, რაც ასევე ზოგიერთ შემთხვევაში სხვაგვარად აღიქვება და შესაბამისად მოყვება ისეთი ქმედებები, რომელიც შეიძლება დამაზიანებელი იყოს. ადამიანისთვის ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობა ძალიან ასე ვთქვათ ისეთი თემა არის, რომელსაც ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა
მოქცევა და შესაბამისად ხშირ შემთხვევაში საჭიროა ბევრ შემთხვევაში უარყოფა რაღაცის და არა რაღაც გამომგონებლობა და პირველ რიგში ის მთავარი ამოცანა რაც ექიმს აქვს არავნო ეს პრინციპი იყოს დაცული ასევე ჩვენ საუბრებში. ხო, მოკლედ ანუ ყველა ვჯერდებით იმაზე, რომ აქ ამ საუბრების ფარგლებში იქნება მხოლოდ სამედიცინო მტკიცებულებებზე დამყარებული ინფორმაცია მიწოდებული ჩვენი მაყურებლისთვის და შესაბამისად წყაროებიც იქნება წარმოდგენილი, რომ ეს ინფორმაცია, რასაც აქ ამ საუბრების დროს გავაჟღერებთ, იქნება სანდო. და მოდით ჩვენი დღევანდელი გადაცემის ჩვენი დღევანდელი პოდკასტის, ეს გადაცემა ესე მიჩვეული ვარ, ხო და ჩვენი პირველი პოდკასტის თემა წარვადგინოთ, ფიქრობ ეს არის ძალიან საინტერესო, თქვენც აღნიშნეთ, რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ თქვენი კლინიკური გამოცდილების ფარგლებში, ბევრ საინტერესო რაღაცას ხართ შენახვედრი და დღეს ვისაუბროთ თემაზე, რომელსაც ქვია არასაჭირო, ანუ არასაჭირო მკურნალობა, ანუ ისეთი ტიპის მკურნალობები, რომლებიც ხშირად ინიშნება სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში და მათ შორის სამედიცინო პროფესიონალებიც ნიშნავენ ამ ტიპის მკურნალობებს, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვთ პაციენტებისთვის. და ისევ თქვენი Facebook-ის პოსტით დავიწყებ, სადღაც ერთი თვის წინ ჰქონდათ გამოქვეყნებული ანტიბიოტიკები და ანტიბიოტიკებთან ერთად დანიშნული დამატებითი მედიკამენტები, რომლებიც მისაყოლებელ სადესერტო მედიკამენტები, რომლებსაც აი მაგალითად ანტიბიოტიკს რო ნიშნავენ ძალიან ბევრ კუჭის დამცავ საშუალებას, ასევე ნიშნავენ ფერმენტებს და ძალიან ბევრი ისეთი მედიკამენტი და საყოველთაოდაც გავრცელებული აზრია, ხო, ძალიან ბევრი ისეთ ანტიბიოტიკთან ერთად ძალიან ბევრი ისეთი მედიკამენტი ინიშნება, რომელიც აბსოლუტურად უსარგებლო არის ადამიანისთვის და მეტიც შეიძლება იმ ანტიბიოტიკის ზემოქმედებაც შეამციროს. აი, როდესაც კუჭის დამცავებზეა, ხო, საუბარი, აი, თქვენს კლინიკურ პრაქტიკაში რა ხდება? აი, როგორი დანიშნულებები მოდის ხოლმე ანტიბიოტიკების პარალელურად? აქ უბრალოდ სამ პრობლემაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ერთი რომ ადამიანები თვითონ ინიშნავენ, როდესაც რაღაც წამალს ექიმი დაუნიშნავს, თვითონ ვიღაცების რჩევით, მეზობლის, მეგობრის, მიაყოლებენ სხვადასხვა. რა არის მისაყოლებლები ხოლმე? ეგეც გადმართავ. მისაყოლებლები წამლები, თუ ანტიბიოტიკებზე ვილაპარაკობ და არა მხოლოდ ანტიბიოტიკებზე, ძალიან ხშირად არის ხოლმე მაგალითად აი ეს ეგრეთ წოდებული კუჭის დამცავი წამლები, არის სოკოს საწინააღმდეგო წამლები, პრობიოტიკები, კიდევ რა არის რა შემახსენო კი შემცვარ მომეხმარები, ჰეპატოპროტექტორები, ანუ ღვიძლის დამცავი, მოკლედ ერთ წამალს მოყვება ხოლმე 4-5 სხვა წამალი, რომელიც ვითომ რაღაცეებისგან გვიცავს. ეს რეალურად აი მართლა ძალიან დიდი პრობლემაა. ალბათ თითოეულს ცალ-ცალკე რო შევეხო, ხო, რომელი რას აშავებს. დავიწყოთ იქიდან, რომ არც ერთი ეს არ არის საჭირო და არის ზედმეტი ხარჯი ან პაციენტის, ან არ ვიცი ვიღაცის, ან სადაზღვევო კომპანიის. თუმცა აქვე შეგეკითხებით, ხაბატონმა, აი, როდესაც ანტიბიოტიკს ხანგრძლივად იღებს, ხო, ადამიანი იქ ადამიანის მიკრობიოტა, ნაწლავურ მიკრობიოტაზეა საუბარი, ის შეიძლება დაზიანდეს, ხო? ანუ ცუდ ბაქტერიებთან ერთად ჩვენთვის სასარგებლო ბაქტერიებიც დაიღუპნონ. ამ შემთხვევაში აი ეს ფერმენტები, რასაც უძახეთ, ფერმენტების დანიშვნაც არ არის გამართლებული? ყოველ ინდივიდუალურ სიტუაციაში შეიძლება რაღაცა გამართლებული იყოს. მაგალითად, თუ ანტიბიოტიკის ხანგრძლივი გამოყენების დროს განვითარდა დიარეა, იქ შეიძლება ექიმმა გადაწყვიტოს ამ პრობიოტიკების, რასაც ფერმენტებს უწოდებენ, ამის დანიშვნა, მაგრამ ჩვენ სხვა რამეზე ვლაპარაკობთ. აი, ჩვეულებრივ სტანდარტულად ამბულატორიულად 5-7 დღე ადამიანს დანიშნული აქვს რაღაც მედიკამენტი, გინდაც 10 და 14 დღე და აი ამასთან ერთად მოყოლებული ეს წამლები არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. რა მივუყვეთ ცალ-ცალკე რაზე ვლაპარაკობთ. მაგალითად ეს ეგრეთ წოდებული კუჭის დამცავები, რომლებიც ასევე შეიძლება იყოს როგორც ანტაციდები, ანუ სიმჟავის დამწევები, ასე შემომგარსველებიც, ხო? შემომგარსველები და ამ ჩვენი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, რასაც ქვია. ამ ჯგუფებიდან რომელიღაცა ინიშნება ხოლმე, ან სხვათა შორის ზოგჯერ 2 და 3-ც. ეს როგორც წესი როგორ ნიშნება ანტიბიოტიკის მიღებამდე თუ მიღების პარალელურად ერთად სვამენ? კი, და წაღან დავიწყე და მე აღარ დავამთავრე, რომ ან თვითონ იღებს ადამიანი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ ხშირად ექიმი უნიშნავს და ან მესამე ფარმაცევტები. აფთიაქში ადამიანი ყიდულობს ერთ მისთვის დანიშნულ წამალს და ფარმაცევტის რჩევით მოაყოლებენ ხოლმე, აი ესეც გჭირდება, ესეც კარგია. აბსოლუტურად დაუშვებელი. ეს ეგრეთ წოდებული კუჭის წამლები, ცალ-ცალკე რო აღარ მივყვეთ, ეხლა აღარ შეგაწყინოთ თავი.
დავიწყოთ იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში მავნეა. იმიტომ რომ ზოგიერთი მედიკამენტი არ შეიძლება უბრალოდ აი ამ კუჭის პრეპარატებთან ერთად და არაერთხელ მინახავს ისეთი მედიკამენტი, რომლის შეწოვას არ ღვევს ეს კუჭის წამალი, ან ერთმანეთთან აქვს შეუთავსებელი მოქმედება. ზოგადად დიდი პრობლემაა ჩვენთან, რომ მედიკამენტების ერთმანეთთან ინტერაქცია ან ურთიერთქმედება არ მოწმდება. და თუ ჩავთვლით, რომ საქართველოს ის ქვეყანაა, სადაც თვითმკურნალობა ძალიან მაღალ დონეზეა, მზნელა წარმოსადგენია, რომ რიგითმა მოქალაქემ ადგეს და ეძებოს წამლების ერთმანეთთან ურთიერთქმედების არა და ეს ძალიან საინტერესო თემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვებგვერდი არსებობს სოფლიოში, რომელიც მტკიცებულებაზეა დამყარებული და აი ძალიან მარტივად შეუძლია მომხმარებელს ჩაწეროს ერთი წამალი, გვერდზე მიუწეროს მეორე წამალი და თვითონ აი ეს ვებგვერდი და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ, ხელოვნური ინტელექტი ძალიან სწორ ინფორმაციას მისცემს ასეთ დროს ადამიანს, რომ ამ ორი წამლის ერთად მიღება შეიძლება ან რაღაც ინტერვალი უნდა იყოს დაცული თუ არ იყოს, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქცევაც შეიცვალოს პაციენტის, რომელიც წამალს ცოტა პრობლემური ისაა, რომ ზოგჯერ ადამიანები აქ ჩაწერენ ხოლმე ბრენდულ სახელებს და ანუ მის ქიმიურ შემადგენლობას არა და შეიძლება ვერ იპოვონ, ამიტომ აქ ცოტა რთულია ვთქვათ ისეთ რიგითი მოქალაქისთვის, მაგრამ მინიმუმ ექიმებმა მაინც აუცილებლად უნდა ამოწმონ ყოველთვის. ეხლა მე მაგალითად ბევრი წამალი ხშირად რასაც ვიყენებ მახსოვს ეს ინტერაქციები, მაგრამ მაინც ჩემ თავს არ ვენდობი და ძალიან ხშირად ვცდილობ რომ კიდევ ერთხელ გადავამოწმო ხოლმე და თან ინფორმაცია ძალიან განახლებადია. შეიძლება ჩვენ წლების მანძილზე მიჩვეული ვიყავით, რომ რომელიღაცა ორი წამალი ერთად შეიძლებოდა დანიშნო და მე უცებ წამოგვეწიოს ახალი ინფორმაცია, რომ ეს მედიკამენტები ერთად ან არ ინიშნება, ან სპეციალურ დანიშვნის წესს საჭიროებს და ასე შემდეგ. მოკლედ, აი მაგალითისთვის თუ ავიღებთ, აი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უბრალოდ კატეგორიულად დაუშვებელია ამ კუჭის დამცავ წამლებთან ერთად. და ასეთი სია საკმაოდ დიდია, რომლებიც არ შეიძლება. ეხლა დღეს ჩვენ ამას ნაკლებად მივყვებით დეტალებს. გავაგრძელოთ ეს სია მისაყოლებელი წამლების. სოკოს საწინააღმდეგო წამლები. არსებობს აი ესეთი ძალიან დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ ანტიბიოტიკთან ერთად აუცილებლად უნდა დალიოს სოკოს წამალი. კი, ეხლა რაღაც რაციონალური ამაში არის, რომ ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე შეიძლება გააქტიურდეს სოკოვანი ინფექცია, მაგრამ პირველ რიგში თუ გააქტიურდა, მაშინ დაინიშნოს ეს მედიკამენტი საჭიროების დროს. ფაქტიურად 10-დან 9 ადამიანი ტყუილ უბრალოდ იღებს ამ წამალს. თან ისიც ვთქვათ, რომ სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები ძირითადად ჰეპატოტოქსიური მედიკამენტები არიან. დიახ, არა მარტო ჰეპატოტოქსიური, ზოგადად საკმაოდ ტოქსიური მედიკამენტებია. თანაც ჩვენთან რატომღაც აი ზოგიერთი მედიკამენტი ხარ ჩვენ კონკრეტისგან თავს ვიყავებთ, მაგრამ თუ მაგალითად ერთი ტაბლეტია დოზა, ჩვენთან მაინც 3-ს და 5-ს იღებენ 5ჯერადად და ასე შემდეგ. სოკოს საწინააღმდეგო წამლები თვითონ ამ სოკოების რეზისტენტობის ზრდას იწვევს, თავის მხრივ ტოქსიურებია და კიდევ ვიმეორებ, უბრალოდ იმიტომ რომ ვიღაცას 10-დან 1-ს შეიძლება გაუაქტიურდეს სოკო და ისიც გააქტიურება ხდება არა ასეთი 5, 7 და 10 დღიანი გამოყენებით, აქ მართლა ძალიან ხანგრძლივ ანტიბიოტიკოთერაპიაზეა ლაპარაკი, ზოგიერთ ჭირდება 6 კვირა მეტი. იქ შეიძლება განიხილებოდეს, მაგრამ კიდევ ვიძახი ინდივიდუალურად ექიმის გადასაწყვეტია. მოკლედ ჩვეულებრივი სტანდარტული კურსის დროს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი და ზედმეტია სოკოს წამალი. პრობიოტიკები, როგორც წეგან ვახსენეთ, პროფილაქტიკურად უბრალოდ თავდექით და მათი დანიშვნა წარმოუდგენელია და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პრობიოტიკებზე კიდევ სხვა პრობლემა გვაქვს იქ. პრობიოტიკები ჩვენ ვიცით, რომ რა არის სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც შეყვავს ორგანიზმში და თუ ისინი სათანადოდ არ არის დამუშავებული და დაწმენდილი, sakmaud საფრთხეა ორგანიზმისთვის. აი აქვე შეგეკითხებით, აი თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან ბევრი ისეთი პრობიოტიკია, რომლის ხარისხიც ეჭქვეშ დგას. აი თქვენ პირადად როგორ აყენებთ აი ამ ხარისხს ეჭქვეშ, ამ კითხვის ნიშანს როგორ უსვამთ? ანუ ეს კლინიკური პრაქტიკიდან თუ რაღაც მტკიცებულებები არსებობს, იმიტომ რომ ბაზარზე რო გამოდის რაღაც მედიკამენტი, აი როგორ ახერხებთ თქვენ, რომ თქვათ, რომ ეს არ ვარგა ეს პრობიოტიკი? ეს ძალიან დიდი თემაა და კიდევ ვიმეორებ, ხა სახელობითად ვერ შევეხები, მაგრამ საერთოდ ერთი უნივერსალური წესი არსებობს, რომ მედიკამენტს უნდა ქონდეს ძალიან კარგად და სწორად გავლილი კლინიკური კვლევის ყველა ფაზა.
სამწუხაროდ ზოგიერთ იმ ქვეყანას, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მთელ რიგი მედიკამენტების, თქვა, წარმოებას და ხარისხზე, უბრალოდ ამის რესურსი და საშუალებაც არ გააჩნია, არც ინტელექტუალური, არც მატერიალურ-ტექნიკური და თავისთავად თუ დავაკვირდებით, კი, თითქოს ძალიან ბევრი ისეთი აფრიალებენ ხოლმე ფერად ფურცლებს, რომ აი რა მაგარი კვლევებია ჩატარებული ამ მედიკამენტზე, მაგრამ შინაარს კარგად თუ დავაკვირდებით და მე ყოველთვის მაინტერესებს ეს თემა, იმიტომ რომ ახლოს არის, თქვა, ჩემს სპეციალობებთან, როგორ არის ჩატარებული ეს კვლევა, ნამდვილად წესების დაცვით არის თუ არა და მე თუ სიღრმეებში წავალთ, მივხვდებით, რომ სინამდვილეში ეს კვლევები სულაც არ არის ის კვლევები, რაც უნდა იყოს ჩატარებული. ამიტომ შეიძლება არ ვიცი ხა ჩამithვალონ რომ სნობი ვარ, მაგრამ ზოგიერთ მედიკამენტებზე განსაკუთრებით სადაც მნიშვნელოვანია, რომ აი გვერდითი მოვლენები და უარყოფითი ზემოქმედება არ იყოს, იგივე მაგალითად პრობიოტიკებზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია რა კომპანიის წარმოებულია. ხა საიდუმლო არ არის, რომ დასავლეთ ევროპული ქვეყნების და ამერიკული მედიკამენტები თუ დადასტურებულია შესაბამისი საერთაშორისო უწყებების მიერ, მათი ხარისხი ბევრად უფრო სანდოა, თუმცა რა თქმა უნდა, იქაც ახლა ზუსტად ვიცი ვიღაცა შემომედავება, რომ ძალიან დიდ სახელობით ბრენდებსაც ქონიათ პრობლემა და ზუსტად ამაზე ვიფიქროთ, თუ მათ წამლებსაც კი ქონიათ პრობლემა, წარმოვიდგინოთ, რომ ისეთი ქვეყნების და წარმოებების მედიკამენტებს, რომლებიც დასაწყისშივე არ იცავენ სტანდარტებს, იქ მათთვის ჩვენი ჯანმრთელობის მინდობა, რა თქმა უნდა, არც თუ ისე სწორია. და გადავიდეთ ბოლო ჰეპატოპროტექტორები ახსენე. პროტექტორებზე ეს ძალიან ანუ ჰეპატოპროტექტორები განმარტოთ, რომ ღვიძლის დამცავი მედიკამენტები, რომელიც იდეაში არსებობს ეგეთი მედიკამენტები. პრაქტიკულად არ არსებობს ეგეთი წამლები. ღვიძლთან დაკავშირებით საერთოდ ჩემი პაციენტების უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ, როგორც მოგეხსენებათ, ღვიძლის პათოლოგიების მქონე ადამიანები და ყოველთვის პაციენტისგან არის მოთხოვნა რაღაცნაირად, რომ დაუნიშნოთ ღვიძლის დამცავი და ღვიძლის აღმდგენი. სამწუხაროდ მედიცინას ეს არსენალი პრაქტიკულად არ აქვს. ღვიძლს დავიცავთ იმ შემთხვევაში, თუ მოვუფრთხილდებით მას ცხოვრების ჯანსაღი წესით და ზედმეტ წამლებს არ დავაყრით თავზე ამ ჩვენ საწყალ ღვიძლს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ამ მედიკამენტებისგან გავგვფილტროს. იმიტომ რომ მედიკამენტებისგან გამოწვეული ჰეპატიტები, ჰეპატოზებიც ასევე ერთ-ერთი წამყვანია და საკმაოდ მძიმედ მიმდინარე. ბატონო გიორგი, მოდით ახლა კიდევ ერთ მითებს დაუბრუნდეთ, ეს არის იმუნიტეტის გაძლიერება, რომ ძალიან ხშირად ბევრი ადამიანი სხვადასხვა ხერხს მიმართავს, რომ იმუნიტეტი გაიძლიერონ, ხო, იმუნომოდულატორებს სვამენ სხვადასხვა პრეპარატებს და ხო, ჰეპატოპროტექტორების გასვათ იმუნიტეტის გამაძლიერებელ მედიკამენტებზეც რომ გითხრათ, აი არსებობენ ეს მედიკამენტები თუ არ არსებობენ, თუ რა მარკეტინგია უბრალოდ ფარმაცევტული. როგორც იცით, მე გახლავართ ალერგოლოგი, იმუნოლოგი და ძალიან ბევრ შემთხვევაში პაციენტები თვითონ მოდიან იმისთვის, რომ გაიძლიერონ იმუნიტეტი, აბა ვის უნდა მიმართონ თუ არა იმუნოლოგს იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ხშირ შემთხვევაში გარკვეული უკმაყოფილება არის, რომ როდესაც ვეუბნებით, რომ არ ჭირდება ამ ადამიანს იმუნიტეტის გაძლიერება, იმიტომ რომ არ აქვს მას არანაირი დეფიციტი. აი ზუსტად ამის პირველ ეტაპზევე, თქვათ, გარკვევა ჭირდება თუ არა ზოგადად ადამიანს იმუნიტეტის გაძლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი პრეპარატების მიღება. სამწუხაროდ ეს გარკვეული საბჭოური პრაქტიკა იყო იმუნიტეტის ეგრეთ წოდებული ზოგადი გაძლიერება და ამან ძალიან დააკნინა იმ პრეპარატების რეალური პრეპარატების ღირებულება, რომელიც მართლაც გვჭირდება, როდესაც გვაქვს რეალური იმუნური დეფიციტი და ზუსტად ის პრეპარატები, რომელიცაც ამისთვის ვიყენებთ, სამწუხაროდ მუდმივად დეფიციტი არის, მათ შორის აი დავასახელებთ იმუნოგლობულინურ პრეპარატს, რომელიც აი სამწუხაროდ ძალიან ძნელად იშოვება და ისეთ შემთხვევებში, როდესაც მართლაც გვჭირდება იგივე ისეთ პაციენტებში, ვისაც აქვს პირველადი, ანუ თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები, ანუ აქვთ იმუნოდეფიციტი მეორადად განვითარებული რაღაცა გარკვეული პრეპარატების მიღების ფონზე, როგორც არის მაგალითად ქიმიოთერაპია და ასე შემდეგ, უკვე გვაქვს საკმაოდ დეფიციტი. სამაგიეროდ ძალიან ბევრია ჩვენს ბაზარზე ისეთი იმუნომოდულატორი, იმუნომასტიმულირებელი პრეპარატები, რომელიც საერთოდ არ გამოიყენება ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის
დასავლეთ ევროპის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვა პირდაპირ რაზე საუბრობთ? ზოგიერთები შეგვიძლია პედიატრებს უყვართ ხოლმე ხშირად დანიშნა ბავშვებში ამ მედიკამენტების რასაც საუბრობთ ხო? ზუსტად მაგას უნდა გაუსვათ ხაზი, რომ რატომღაც ძალიან პოპულარულია ეს ბავშვთა ასაკში, სადაც ყველაზე უფრო უნდა მოურთხილდეთ ბავშვის იმუნურ სისტემას, აი მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ აი ციკლოფერონი, მაგალითად ანაფერონი, ვიფერონი, ასევე გაგულახავენ. არაუშავს. თიმუსის ეგრეთ წოდებული გამაძლიერებელი, ასე ვთქვათ და მისი მასტიმულირებელი ტაქტივინი არის ასეთი პრეპარატი, ეს ყველა პრეპარატები და ბევრია, ანუ ეს ვთქვათ ვასახელებ იმას, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება, არბიდოლი მაგალითად ესეთი რუსული პრეპარატი ასევე, რომელიც რუსული მედიკამენტები საერთოდ ცალკე პოდკასტის თემაა ჩემი აზრით, არა? სამწუხაროდ აი ეს იმუნიტეტის გაძლიერების კულტურა რაღაც, მახინჯი რასაკვირველია კულტურა, ზუსტად არის აი საბჭოური გადმონაშთი, ეს რუსეთზე არ არის მხოლოდ საუბარი პოსტსაბჭოთა სივრცეზე და მათ შორის სამწუხაროდ საქართველოც არის ამ სივრცეში და ასევე უნდა ვთქვათ ის, რომ ამ მიმართულებით ამ პრეპარატების შემუშავება კვლავაც ხდება სამწუხაროდ აი ამ საბჭოთა სივრცეში და მათი გამოყენება მათ შორის იგივე კორონავირუსული პანდემიის დროს, COVID პანდემიის დროს მასიურად გამოიყენებოდა ასეთი პრეპარატები, ბევრ მათგანს ეწერა, რომ ისინი არიან ეფექტური COVID-ის საწინააღმდეგოდ, ასევე გრიპის შემთხვევაში და გრიპის მაგვარი დაავადებების დროს ძალიან ინტენსიურად გამოიყენება. და უნდა აღინიშნოს, რომ მათ არ აქვთ გავლილი შესაბამისი გამოცდა, ხშირ შემთხვევაში ეს ასე ვთქვათ კლინიკური კვლევები ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ სტანდარტს და ამიტომაც ვთქვათ არ არის აღიარებული დანარჩენ მსოფლიოში. ამიტომ ვთქვათ ფაქტიურად ჩვენ ვატარებთ ექსპერიმენტს თუ ვინც ნიშნავს ამ პრეპარატებს ფაქტიურად ჩვენს პაციენტებზე და განსაკუთრებით ბავშვები არის მოწყვლადი ამ შემთხვევაში ძალიან კარგი მიზანია ხო რომ გაუძლიერო ბავშვს იმუნიტეტი, მაგრამ რეალურად ჩვენ ვაკეთებთ იმას, უბრალოდ ის ექიმები, რომლებიც ნიშნავენ, ან მშობლები, რომლებიც თვითნებურად უნიშნავენ თავიანთ ბავშვებს, ან საკუთარი თავისთვის, გამოდის ის, რომ ეს პრეპარატები ინიშნება უმიზნოდ და ნებისმიერ პრეპარატს აქვს თავისი რასაკვირველია გვერდითი მოვლენები, ზოგიერთი მათგანი საინექციო არის. და შესაბამისად ეს თქვათ რომც არ ქონდეს არანაირი ეფექტი ძალიან დიდი ასე ვთქვათ პრობლემაა საინექციო პრეპარატების ტყუილ უბრალოდ გამოყენება შეიძლება მას უბრალოდ მოყვეს იგივე ინფექციის შეჭრა და ალერგიული რეაქციების თავისთავად რომელიც საკმაოდ ძიმედ შეიძლება წარიმართოს. დიახ, შესაბამისად, პირველივე ეტაპზე უნდა მოხდეს გარკვევა, არის თუ არა რეალურად იმუნოდეფიციტის არსებობა, რასაკვირველია ნაწილში. როდეში შეგაწყვეტინებ, გია, აი ეს იმუნოდეფიციტი უბრალოდ ჩემს კონტინგენტშიც ძალიან მოარული წინადადებაა ხოლმე, აი ვისაც ინფექციური დაავადება ემართება, განსაკუთრებით რეციდივები, მაგალითად აი ხშირად ჰერპესი და ასე შემდეგ. მათ რატომღაც ეუბნებიან თვითონ ესეთ რომ დაბალი იმუნიტეტი აქვს და დაბალი იმუნიტეტი ზოგადად ესე არ აქვს ამ ხალხს აქვს რომელიღაცა კონკრეტული ერთი რგოლი რაღაც ერთ კონკრეტულს და იმის გამო რომ ასე შეერათ რომ დაბალი იმუნიტეტი აქვს ეს ხალხი აი ვისაც ეს ინფექციური დაავადებები აქვს გაუთავებლად იღებს ამ რაღაც გაურკვეველ იმუნოსტიმულს. აქვე ერთ თემასაც შევეხები მე აი როდესაც იმუნიტეტის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს ხო ჩვენი იმუნიტეტი რა არის ხომ ანუ ორგანოა ფაქტობრივად რომელიც ცნობს რაღაცა ვირუსები როდესაც ახსენეთ ხომ აი ჰერპესის ვირუსს იცნობს და ის ებრძვის, ხო? თუ აი ასე იმუნიტეტის გაზრდაც კი, რასაც ბჭყალებში რომ ვთქვათ იმუნიტეტის გადიდებაც, მათ შეიძლება ძალიან ბევრი ჩვენს ორგანიზმში არსებული ვირუსი და ბაქტერია გააქტიუროს, არა? როგორ ფიქრობთ თქვენ ამას?
ну, ამ შემთხვევაში ესეთი ეფექტიც კი არა აქვს ამ პრეპარატებს, რომ გარკვეული თქვათ ასეთი სტიმულაციის ეფექტი ქონდეს, რაღაცა ზოგადი მოქმედების არის და არც ვიცით რა მოქმედების არის და ამიტომაც არის ცოტა საშიში და ზოგადად უნდა ითქვას, რომ აი რამდენიმე პრეპარატის დანიშვნის დროს მათი გვერდითი მოვლენების მართვა არის უკიდურესად ძნელი, ანუ ერთ პრეპარატს თუ დავამატებთ იმ კომბინაციას, რომელსაც ადამიანი იღებს, უკვე იმდენი ვარიანტია ამ პრეპარატების ერთმანეთთან მოქმედების, რომ აი ზუსტად ამ პრეპარატების სხვა პრეპარატებთან დანიშვნის დროს ფაქტიურად ვერ განსაზღვრავ პროგნოზირებას, ვერ გააკეთებ, როგორ შეცვლის სხვა პრეპარატების ზემოქმედებას. რაც შეეხება ესეთი ზოგადი, ესეთი უხეში ჩარევა იმუნიტეტის გაძლიერების თვალსაზრისით, რასაკვირველია საშიშია ერთის მხრივ თქვათ იგივე ინფექციური პროცესის გააქტიურების, ასევე აუტოიმუნური პროცესის გააქტიურების, ალერგიის, როგორც ორგანიზმის ზემგზნობელობის გააქტიურების და ასე შემდეგ. შესაბამისად, ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეყვავს გარედან, ამაზე უნდა ვიცოდეთ ბოლომდე რა შესაძლო გვერდითი მოვლენები და რა ურთიერთქმედებები შეიძლება გქონდეს სხვა პრეპარატებთან და ეს არის ზუსტად პრობლემა ამ ჯგუფის პრეპარატებზე, რომ ფაქტიურად ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით, იმიტომ რომ არ ჩატარებულა ესეთი კვლევები. ეს შეიცავს ზუსტად საფრთხეს, რომ მაგალითად რო შემეკითხო რა შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატებთან, როგორც ფაქტიურად ამაზე პასუხი, რეალური პასუხი არ არსებობს, იმიტომ რომ ამაზე მტკიცებულებები არ დევს. შესაბამისად, ეს რაც არ ვიცით, რასაკვირველია, შეიცავს ძალიან ბევრ საფრთხეს. ბატონო გიორგი, ერთი ძალიან ისეთია, რა ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს ამ ხერხს, აი მაგალითად, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ გრიპის სეზონის დაწყებამდე, ან მთელი ზამთრის განმავლობაში ადამიანები ხანგრძლივად იღებენ ვიტამინებს, განსაკუთრებით აქტუალურია ხოლმე C ვიტამინი და ანუ ადამიანების პერცეფციებში არის ესეთი, რომ თუ ვიღაც C ვიტამინს სვამს ხანგრძლივად, მას მაგალითად არ დაემართება გრიპის ვირუსი, ხო? კი, D ვიტამინს ნამდვილად აქვს იმუნიტეტთან დაკავშირებული კორელაცია, ანუ D ვიტამინი ძალიან აქტიური გახდა, ხო? ანუ ყველა აკეთებს ახლა D ვიტამინის დეფიციტთან დაკავშირებით ტესტებს. აი C ვიტამინები და იმუნიტეტი რამდენად ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდის, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ადამიანები ამ ვიტამინებს სვამენ, ცინკის პრეპარატებს მათ შორის. ხო, ეხლა განსხვავებით თქვათ ამ იმუნომოდულატორებისგან, ვიტამინურ პრეპარატებს, მათ შორის იგივე მიკროელემენტების, მინერალების შემცველი თქვათ კომბინაციები, ზოგიერთ შემთხვევაში რასაკვირველია გამართლებულია მათი მიღება, მაგრამ რასაკვირველია არა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, არამედ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ანუ ვიტამინო დეფიციტი თუ დგინდება, მათ შორის D ვიტამინი, რასაკვირველია C ვიტამინის დეფიციტიც არ არის კარგი, არც თქვათ იგივე რკინის დეფიციტი როგორც მიკროელემენტის, მაგრამ თუ დადგენილია ამ ვიტამინების ან მინერალების დეფიციტი, შესაბამისად ჩვენ ვახდენთ სამკურნალო დოზით ამ პრეპარატების დანიშვნას, ვინაიდან ეს ვიტამინების კომპლექსი არ არის საკმარი იმისთვის, რომ ჩვენ რეალური დეფიციტი შევავსოთ. კი, მოდით პირდაპირ შეგეკითხებით, აი C ვიტამინის ხანგრძლივი მიღება გვიცავს თუ არა გრიპისგან? ესეთი, ასე თქვა, დადასტურებული კორელაცია რასაკვირველი არ არსებობს. არის კვლევები, რომ დაედასტურებინათ, მაგრამ C ვიტამინის დამცველობით უნარზე ისინი მტკიცებულებებს არ აქვს. აქვე ისიც თქვათ, რომ ანუ ესეთი ორი ტერმინი არსებობს, ხო, მედიცინაში. ერთი არის ავიტამინოზი, რომელიც არის ვიტამინების ნაკლებობა, რომელსაც თქვენ საუბრობდით, რომ ანუ ვიტამინს, როდესაც იღებს ადამიანმა, უნდა განსაზღვროს ამ ვიტამინების რა რაოდენობა აქვს და ჰიპერვიტამინოზი. ჰიპერვიტამინოზი ისეთივე მძიმე შედეგებით შეიძლება წარიმართოთ, ანუ ისეთი მძიმე ინტოქსიკაცია შეიძლება გამოიწვიოს ადამიანმა საკუთარ ორგანიზმში, რომ იმის მართვა შემდგომ ძალიან გართულდეს, აი თქვენ მაგალითად, როდესაც მედიკამენტოზურ ჰეპატოზებზე ვსაუბრობთ, შეიძლება აი ხანგრძლივმა ვიტამინების მიღებამ ღვიძლი სერიოზულად დააზიანოს. მაგალითად, A ვიტამინი განსაკუთრებით გამოირჩევა ამ კუთხით, D ვიტამინიც ასევე, თუნდაც C ვიტამინის ჰიპერდოზირება, შესაბამისად მათი კონტროლი რასაკვირველია უნდა მოხდეს და ასე თქვათ უკონტროლო მიღება ნამდვილად არ არის
მიზანშეწონილი. შესაბამისად, აი მას საუბრობდი, რომ არის თერაპიული, ანუ სამკურნალო დოზები და არსებობს საპროფილაქტიკო დოზები. ნუ ეს განსაკუთრებით საჭიროა ხოლმე თქვათ ვიტამინების ან მინერალების დამატებითი მიღება, როდესაც გარკვეულ დიეტაზეა ადამიანი, ზოგჯერ არის თვითნებური დიეტა, ეს იგივე წონის დაკლებისთვის, ან მაგალითად ხორცის არ მიღება, იგივე ბარიატრიული ოპერაციების შემდეგაც აქტიურად როდესაც შეწოვის ფუნქცია არის დარღვეული და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამასაც ძალიან ფრთხილი მიდგომა ჭირდება. და უნდა გამოვიყენოთ მაგალითად სამკურნალო დოზები, როდესაც რეალურად გვაქვს დეფიციტი ამ ვიტამინების და საპროფილაქტიკო ძალიან ისეთი მოზომილი კურსები, რასაკვირველია, არ მოახდენს არანაირ თქვათ უარყოფი ძეგავლენას ორგანიზმზე, თუმცა რასაკვირველია ეს უნდა იყოს საკმაოდ ასე თქვათ კონტროლირებული ექიმის მიერ. აქვე ერთ რემარკას გავაკეთებთ, როდესაც გრიპის პრევენციაზეა საუბარი, ანუ ვიტამინი არ არის გრიპის პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გრიპის ვაქცინაცია. მაია, იცით რაზე მინდა გადავიდეთ, აი ჩვენ პირად საუბრებში ძალიან ბევრი გვისაუბრია გადასხმებზე, ანუ ეს ზოგადად ეს გადასხმები, ინტრავენულ გადასხმებზეა საუბარი, ხო, გიждდებიან, ხო, ყველას ძალიან უყვარს. და რა ფენომენია ეს? არ ვიცი მართლა რატო არის სიყვარული გადასხმების მიმართ, განსაკუთრებით მშობლები ბავშვებთან დაკავშირებით ჯიუტად მოითხოვენ გადასხმებს. არის დავიწყებ იმით, რომ არის რა თქმა უნდა მთელი რიგი სიტუაციები, როცა ინტრავენური გადასხმა აუცილებელია, მაგრამ ეს ჩვენებები არის თითზე ჩამოსათვლელი სინამდვილეში და ბარემ ვთქვათ, კიდევ მეორე ხა არის ინდივიდუალური სიტუაციებიც, როცა შეიძლება ამ ჩამონათვალში არ მოხდეს და მაინც გადაწყვეტილება მიღებული იქნას ექიმის მიერ, მაგრამ ძირითადად გადასხმებს ვაკეთებთ პირველ რიგში სისხლის გადასხმა, როცა არის მწვავე სისხლდენა და უნდა შეივსოს სწრაფად, ან თუ თქვათ ისეთი კრიტიკულ ზღვარზეა წითელი სისხლი, ჰემოგლობინი, რომ აუცილებლად უნდა გადასხმით შეივსოს, აი ეს კრიტიკული სიტუაცია. აქ სისხლის გადასხმაზე ვსაუბრობ ჩვენ თუ ზოგადად გადასხმაზე? ამ შემთხვევაში სისხლის გადასხმას შევეხე, რაც ყველაზე კრიტიკული და მწვავეა ხოლმე, მაგრამ ჩვეულებრივ ხსნარების გადასხმას რაც შეეხება, ძალიან უყვარს ხალხს მაგალითად გლუკოზარი ინფექციური დაავადებების დროს. ხოლოდ იმ შემთხვევაში გვჭირდება ჩვენ გადასხმა, თუ ადამიანი შეუპოვრად აღებინებს, სითხეს ვერ ივსებს და უნდა შევავსოთ. დიარეა აქვს. დიარეა თუ აქვს, მაგრამ მაინც პერორალურად შეუძლია შეივსოს, ხშირ შემთხვევაში არავითარი გადასხმა აღარ უნდა ხოლმე, იმიტომ რომ ის მაინც ავსებს. მაგრამ ერთი წუთით შევეხოთ შემდეგ საკითხს, რომ ზოგჯერ გადასხმა თუ არ ეს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეს სითხე მთელი დღის განმავლობაში თანაბარ ზომიერად უნდა შეივსოს. და როდესაც ადამიანი მაგალითად 1 ლიტრ რაღაცა სითხეს გადაისხამს, მე კმაყოფილია რომ გადასხმა აქვს ჩატარებული, თავს ძალას აღარ ატანს, რომ დღის განმავლობაში გალიოს წყალი და ისევ საღამომდე შეიძლება ისევ ეს პრობლემა დადგეს. ამიტომ მოკლედ თუ ადამიანი შეუპოვრად არ აღებინებს და შეუძლია მიიღოს სითხე, წყალი უბრალოდ, მაშინ არავითარი გადასხმა არ ჭირდება. არის ისეთი სიტუაციები, როდესაც მაგალითად ზოგიერთი მედიკამენტი მხოლოდ გადასხმის სახით არსებობს, აი ვთქვათ, ინტრავენური სახით არის ეგეთი ანტიბიოტიკები, რომლებიც მხოლოდ ინტრავენურად შეგვყავს, ასეთ შემთხვევაში გინდა არ გინდა ინტრავენური გადასხმა გვიწევს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ინტრავენური ფორმულის ანალოგი დასალევი, ანუ პერორალური, რაც სამედიცინო ენაზე ქვია, არსებობს. და შესანიშნავად შეიწოვება და სულ არ ჭირდება ვენაში შხაპუნი. მაგრამ ფსიქოლოგიურად ადამიანს რაღაცნაირად აი ვენაში შეყვანილი წამალი ამშვიდებს უფრო. ამ დროს აი კიდევ მეორე და კუნთშიც არა მარტო ვენაში, გადასხმოს თავი დავანებოთ. ნემსი უფრო უყვართ, ხო? ცოტა უმჯობესდება ამ ხრივ სიტუაცია, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი პრობლემა გვაქვს განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ძალიან უყვართ პაციენტებს ნემსი ურჩევთ. მთელი მსოფლიოს მედიცინა გადასულია იქითკენ, რომ პაციენტისთვის ნებისმიერი წამლის მიღება იყოს კომფორტული, ხო, ანუ პირიქით, რომ ნაკლები დისკომფორტი შეექმნას პაციენტს და ხო, ან საქართველოში ერთ რაღაცაზე დავამატებ, იყო ხოლმე, რომ ესეთი ძველი მითია კომუნისტური, რომ თუ არ გატკინა ექიმა ის ვერ მოგარჩენს, თუ რაღაცა ესეც რაღაცებს ამბობ, თუ ნემსი არ დაგინიშნა, აბა ის რა. უფრო სერიოზულად გამოიყურები ნემს თუ ნიშნავ. და თან მეორეს ცოტა პარადოქსების ქვეყანაა. აი მაგალითად ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ შევიყვანოთ კუნჩი ან ვენაში, მაგალითად დექსამეტაზონი.
ბევრი მშობელი ტეხავს ამპულას და ასმევს ბავშვს, რაც არ არის აბსოლუტურად მისაღები. ეგეთი სიტუაციაც, არ ვიცი, ერთხელ ამაზეც პოსტი დავწერე და ძალიან მედავნენ მათ შორის პედიატრები. აი, უკიდურესად იშვიათი კაზუისტიკური შემთხვევების გარდა აი ეს პრაქტიკა არაფერისთვის მისაღები არ არის. დექსამეტაზონის ამპულა არსებობს იმისთვის, რომ გაიგეთო კონტრამები მუსკულარულად. ნუ ეს კიდე ცალკე თემაა და ძალიან შორს წაგვიყვანს ამ ჰორმონების გამოყენება, რომ სრულიად არარაციონალურად ხდება ჩვენთან ძალიან სამწუხაროდ და მათ რამდენი პრობლემა მოაქვს და გვერდითი მოვლენები აქვს. ძალიან უყვართ რა ვიცი დექსამეტაზონი ჩვენთან ფაქტიურად აი ესეთი ყოველდღიური წამალია ბევრ ოჯახში. რაც კატეგორიულად გაუმართლებელია განსაკუთრებით მაგალითად ინფექციური დაავადებების დროს და აი ამ გადასხმებთან დაკავშირებით ვიზუალურ ეფექტს იძლევა. აი მაგალითად ადამიანს აქვს მაღალი სიცხე. ეს სიცხის დროსაც ძალიან უყვართ გადასხმები და მე მშობელი ძალიან ყვაყოფილი მიყვება რომ ბავშვს ჰქონდა 40 სიცხე ძალიან ცუდად იყო გააქანეს საავადმყოფოში გადაუსხეს და აი რა კარგად არის. ოღონდ კარგად არის რატომ? იქ დაამატეს დექსამეტაზონი ინტრავენურად რომელსაც ისედაც აქვს ესეთი მოჩვენებითი ეფექტი ადამიანი უკეთესად გრძნობს თავს, ტემპერატურაც დაბლა იწევს, აქვს ეს ეფექტი ჰორმონებს და გამოეწერა ბავშვი სიცხე აღარ აქვს შობერი ბედნიერია. მე კიდე ცალკე თემა და ჩვენ შევეხებით ამ სიცხის დაწევასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ ესეთი ისტერია ჩვენთან რომ აუცილებლად სიცხემ უნდა დაიწიოს. დანარჩენი რა იწვევს ამ სიცხეს და რატო აქვს სიცხე, ამაზე აქცენტზე მეტად ამოჩემება არის რომ თერმომეტრი უჩვენებდეს სასურველ ტემპერატურას. მოკლედ ეს დექსამეტაზონი დვენაში თუ შეიყვანს, სიცხე მოეხსნება, ადამიანი კარგად გრძნობს თავს, მაგრამ ეგ ხო არ არის კურნალობა. აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის. მოკლედ ესეთი დაჟინებული მოთხოვნა ამ გადასხმების შესახებ სრულიად მიუღებელია და არ უნდა იყოს ჩვენთან და არც ექიმები არ უნდა ექცეოდნენ ამ პაციენტის დაჟინებული მოთხოვნის გავლენის ქვეშ და არ უნდა ინიშნებოდეს ეს ამდენი გადასხმა. ბახუსზეც სულია გადასხმა. ნუ იქამდე არ უნდა მივიყვანოთ ჩვენი თავი რომ მეორე დღეს გადასხმა დაგვჭირდეს და ის მანდაც იგივე სითხეების მიღება და დალევა კარგი და გადასხმა არაფერ შუაში არ არის და ერთი თემა მინდოდა უბრალოდ გავაჟღერო, მაგრამ ვფიქრობ რომ დღეს ამაში ვერ ჩავეტევით და ალბათ ცალკე უნდა შევეხოთ ეგრეთ წოდებული ბალახეული უი ეს თქვენს მიმართულებით განსაკუთრებით გვიძლის დაზიანებები ვისაც აქვს და არა მარტო გვიძლის ამაზე ორი სიტყვით ვიტყვი, მაგრამ მე შეიძლება რომ ერთხელ უფრო ფართოდ გავშალოთ. ეს ექიმბაშები, რომლებსაც აკეთებენ სახში რო ხარ ხელწამოკრით რო უყურებენ ჩვენთან ბალახი ზუსტად შეიძლება ისეთი შხამი იყოს და მომაკვდინებელი და ძალიან ბევრი შხამი შეიძლება დამზადდეს ბალახისგან, ამიტომ სიტყვა რომ პრეპარატი ბალახეულია და მაინც არაფერს დააშავებს, სრულიად არასწორია, იმიტომ რომ ზუსტადაც რომ შეიძლება ძალიან ბევრი დააშავოს. და აი ამაზეც დიდი სიფრთხილე ჭირდება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი ამაზე შემოსავლის მიზნით ადამიანების ჯანმრთელობაზე თამაშობს. სითხეებთან დაკავშირებით ერთი რაღაც მინდა გითხოთ, შეიძლება ეს პირდაპირ შეკითხვა არ არის, მაგრამ მომიჯდა, იმიტომ რომ აი მე მთელი ბავშვობა ძალიან ისე ძაფრად მახსოვს ხოლმე, რომ აი აუცილებლად უნდა მეჭამა სუფი, რომელიც არ მიყვარდა. და ანუ ბებია, ბაბუა ყველა დამდებდა, რომ ეს რაღაცა, ეს რაიც იქნებოდა, ხო, რაღაც წვნიანი მეჭამა, აი ბავშვი და სუფზე მეგონი ისევ ჩემი პოსტი გაგახსენდა ალბათ აი მაგ პოსტის მერე უკვე გარეთ გამოსვლის მეშინო და ისე მეჩხუბებოდა ხალხი. აქ ეგეც ძალიან ხშირად ჩემს პაციენტებთან საუბარში გამოიკვეთა რომ მშობელს აქვს ტრაგედიად ქცეული და ჩივის რომ ბავშვი საშინლად იკვებება და რომ ჩაუღრმავდებით საშინლად კვებაში გულისხმობს რომ არ ჭამს სუფს. ეგეც არ ვიცი, აი საიდანაც მე მგონი ეგეც რაღაცა საბჭოთა გადმონაშთია, რომ აუცილებლად წვნიანი უნდა ჭამოს ადამიანმა. საბოლოო ჯამში სითხე უნდა მიიღოს ადამიანმა და იმას მოხარშული ბოსტნეულის წვენით მიიღებს თუ ონკაინდან აღებული წყლით, მაგრამ მოხარშულ ბოსტნეულში ვიტამინები სრულად განადგურებული არ არის. ერთხელ მაინც სასაცილო საუბარი მქონდა დედა ჩივის ბავშვზე, რომ აი შეუძლია ესე დაჯდესო და სტაფილო ახრამუნოსო და წყალი დააყოლოსო. თქვენ აგაშენათ ღმერთმა არაჩვეულებრივი ბავშვი ყოლიათ მეთქი და შესანიშნავად იკვებება ის ბავშვი, ვიდრე ის ქვაბში ჩახარშული სტაფილო, რომელშიც აღარაფერი აღარ არის დარჩენილი ფაქტიურად, მაგრამ მშობელს ამშვიდებს, რომ ბავშვი ჭამს წვნიას. თუ ბავშვი ჭამს ბოსტნეულს და იღებს სითხეს, ესე იგი ძალიან კარგად იკვებება და ნუღარ ვუქცევთ ტანჯვად ცხოვრებას ამ სუპებზე ჭიდაობით. კიდე ერთ თემას მინდა შევეხო, თქვენი მიმართულებით ბატონო გიორგი, ანუ ალერგიების სეზონია, გაზაფხულია ახლა და
ძალიან ბევრი ადამიანი თვითნებურად იწყებს ანტიჰისტამინური მედიკამენტების დალევას. ანუ ალერგიის საწინააღმდეგო ანტიჰისტამინური როგორი თარგმნება, როგორი განმარტებაა მივცეთ მაგრამ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას. ზოგჯერ იღებენ ხოლმე აი მეგობარი მყავს პროლთ არ დავასახელებ, რომ მითხარ რას იღებს, დაახლოებით იღებს და 3 ერთნაირი შინაარსის მედიკამენტს, რომელსაც ერთნაირი მექანიზმით მუშაობს. აი რა ხდება თქვენს კლინიკურ პრაქტიკაში ანტიჰისტამინების თვითნებურ მიღებასთან დაკავშირებით, ანუ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების თვითნებურ მიღებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ეს ძალიან ხშირი პრობლემაა. ამ შემთხვევაში ზოგიერთ ასე თქვათ შემთხვევაში არის პრობლემა ექიმის მიერ დანიშნულებაში, მაგრამ უფრო მეტად აი თვითნებური მიღება რამდენიმე ეგრეთ წოდებული ჰისტამინის საწინააღმდეგო ჰისტამინი არის ყველაზე პოპულარული მაინც არის ის მედიკამენტი S0 იწყება. რომას გულისხმობთ? თქვენ მიხვდით? მეთანხმებით? ზოლებული ანტიჰისტამინი. სუპრასტინზეა საუბარი. ხო, ნუ სუპრასტინის მიღება ძალიან არასწორად ხდება ხოლმე. ერთი სუპრასტინი არის მოკლე მოქმედების პრეპარატი და დღეში 3-ჯერ უნდა იქნას მიღებული და მოკლე ხნის განმავლობაში. ეს არის პირველი თაობის პრეპარატებს განეკუთვნება და თავისი როლი რასაკვირველია აქვს ამ პრეპარატებს, მაგრამ რასაც ხედავთ ჩვენ, ეს არის გაცილებით გახანგრძლივებული მიღება და სხვა ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან ერთად არასწორი სქემით მიღება და ზოგადად ეს ძველი თაობის, პირველი თაობის ეგრეთ წოდებული ანტიჰისტამინური პრეპარატები შედარებით მოკლე პერიოდის განმავლობაში უნდა იყოს გამოყენებული, უფრო ხანგრძლივი მკურნალობისთვის არის ახალი თაობის, ეგრეთ წოდებული მეორე თაობის პრეპარატები, რომელსაც ვნიშნავთ, მათ აქვს უფრო ხანგრძლივი თვითონ დღის განმავლობაში 24 საათიანი მოქმედება და ზოგავს პაციენტს თვითონ პრეპარატის რაოდენობის თვალსაზრისითაც. ყველაზე დიდი პრობლემა არის ხოლმე ერთ და იგივე მოქმედების, აი ეს ჰისტამინის საწინააღმდეგო ანტიჰისტამინური პრეპარატების სხვადასხვა ვარიანტის ერთდროულად მოხმარება. ეს არათუ აძლიერებს ეფექტს ამ პრეპარატების, ანუ დადებითი ეფექტი იმდენად არ აქვს, რამდენადაც მისი გვერდითი ეფექტები მრავლდება. და ეს გვერდითი ეფექტები არის მაგალითად პირველ რიგში ძილიანობა, შეიძლება იმდენად იყოს ეს ძლიერი ეფექტი, რომ მოგცეს იგივე მხედველობის კოორდინაციის დარღვევაც კი და მათ შორის განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც საჭეს მართავენ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ. ზოგიერთ მძიმე შემთხვევებში შეიძლება კრუნჩხვამდეც კი კრუნჩხვების განვითარება, ანუ იგივე სპაზმის განვითარებამდე მიგვიყვანოს. და მათი ესე არა კოორდინირებულად დანიშნა რასაკვირველია საშიშიც არის, არათუ თქვათ ეფექტის თვალსაზრისით არ გვაძლევს დამატებით, ასე თქვათ, დადებით ეფექტს ადამიანზე. ვინაიდან ის სამიზნე, აი ეს არის ჰისტამინო რეცეპტორები, ანუ ის რომელიც აღიქვამს ამ პრეპარატს არის სასრული რაოდენობის და მათ ასე თქვათ ბლოკირებისთვის ეს პრეპარატები ერთმანეთს ასე თქვათ ასწრებენ. ანუ აქვთ კონკურენტული გარემოა და ერთი მეორე პრეპარატს უშლის. შესაბამისად ვიღებთ ძალიან დაბალ ეფექტს, ერთმანეთს ასე ვთქვათ ხდება ერთმანეთის ხელშეშლა ამ პრეპარატების მიერ, სამაგიეროდ კატასტროფულად ძლიერდება მათი გვერდითი მოვლენება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ანუ ზოგადად ალერგიების მკურნალობა არ უნდა ხდებოდეს, ანუ საერთოდ გზამკვლევებით არის მოწოდებული, მხოლოდ ალერგიის სეზონზე. ალერგიებამდე უნდა მომემზადოთ, როდესაც ის კონკრეტული ალერგენი ჩნდება ხოლმე ჩვენს გარემოში, ამიტომ ალერგებს ხანგრძლივი მკურნალობა ჭირდება და თვითმკურნალობა ასეთ დროს და მეზობლის, მეგობრის და ასე შემდეგ მონათხრობის მიხედვით მართლა ძალიან დამაზიანებელ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ. ასევე სასურველია, რომ დავადგინოთ რაზეა ალერგია, რომ დავგეგმოთ თვითონ მკურნალობა იმ სეზონზე, იმ პერიოდზე, როდესაც არის შესაბამისი ალერგენი. ერთი ცალკე პოდკასტით ჩავწერო. ეს ზუსტად გაზაფხული მოდის და ახლა ეგ ძალიან აქტუალური თემაა. მაგალითად აი დექსამეტაზონის პოპულარობას გავაგრძელებ ალერგიის დროს
ძალიან მარტივად მეუბნებიან, რომ აი ჰორმონული პრეპარატი არ დამინიშნო, მაგრამ აი როგორ მკურნალობ მე თვითონ ეს არის ვიღებ ამპულას დექსამეტაზონის და მას swam. აი ესეთი ძალიან ხშირი მეთოდი არის ეს ალერგიის გამწვავების თვით ასე ვთქვათ მკურნალობის, თუმცა ხშირად მინახია რომ ექიმიც უნიშნავს, რომ აი თუ ვერ აკეთებ ინექციას, ამ შემთხვევაში გატეხე ამპულა და დალიე. ის ამპულები არის იმის, რომ ეს ზოგიერთი აი ძალიან ისეთი გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული, მაგრამ არა ესეთ ყოველდღიურ, ხო, როდესაც ახლა არის გარკვეულ საველე პირობებში ადამიანი და სხვა გამოსავალი არა აქვს. მხოლოდ მაგ შემთხვევაში არის რეკომენდაცია, აწერია ესეთი რეკომენდაცია, სადღაც შეიძლება ნახონ, თქვათ, მაგრამ ეს არის გადაუდებელ სიტუაციებში და არა ესეთ ყოველდღიურ და განსაკუთრებით ბავშვებში არის ეს პოპულარული ამის გამოყენება, რატომღაც ბავშვებში გაცილებით უფრო თამამად ხდება პრეპარატების ექსპერიმენტი პრეპარატებთან დაკავშირებით მოზრდილებში, სამწუხაროდ ასეთი პრაქტიკაა. პრინციპში დღეს ძალიან ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ და რაღაცა რეზიუმირება რო გავაკეთოთ ხო ამ ყველაფრის. აი ბოლო ერთი თვე რო ავიღოთ თქვენი კლინიკური პრაქტიკიდან ეს ყველაზე ძაფრი რეაქცია რა დანიშნულებაზე ჰქონდათ ამ პაციენტის როგორი ტიპის ქცევაზე აი ამ არამიზნობრივ მკურნალობებთან დაკავშირებით. არ ვიცი რომელი ერთი გამოვყო. პაციენტი მაგალითად რომელმაც ჩემგან კატეგორიულად მოითხოვა ერთ წამალთან ერთად ძალიან კარგად იყო ინფორმირებული და 5 ჩამონათვალი ჰქონდა თავისი. რა თქმა უნდა არ დაუნიშნე და შემდეგ ვიზიტზე გამარჯვებული მოვიდა კოლოფებით აღჭურვილი, რომ ყველა ამ წამალს სვამდა მთელი 10 დღე ფარმაცევტთან შეთანხმებით. ხო, ეს ძალიან ცუდი მოვლენაა ხო თქვენც ახსენეთ, რომ ანუ აფთიაქში როდესაც ადამიანი პაციენტი ყიდულობს რაღაც კონკრეტულ წამალს, თვითონ იქ ფარმაცევტები შემდგომ მას ძალიან ბევრ უსაგნო რჩევას აძლევენ ხოლმე, რომ დამატებით მედიკამენტები შეიძლება მე დავამატებდი ზუსტად ამ თემას, რომ სამწუხაროდ დღეს კვლავ არის პრობლემა, იგივე თვითონ პრეპარატის დანიშვნის დროს ეუბნებიან, რომ ეს პრეპარატი არ არის და გაძლევ შემცვლელს. ანუ აქ არ არის საუბარი შემცვლელებზე, ანუ ამ ნივთიერების შემცვლელი პრეპარატი არ არის შემცვლელი, უბრალოდ სხვა საფირმო დასახელებაა. და სამწუხაროდ აი ფარმაცევტები იგივე აფთიაქში უქმნიან პრობლემას, რომ აი კატეგორიულად ეუბნებიან, რომ ეს პრეპარატი არ არის. და არის შემცვლელი და ხდება გადმორეკვა ზოგიერთ შემთხვევაში ძნელია ექიმთან დაკავშირება ამ დროს და ფაქტიურად იკარგება ის დღეები, როდესაც ყველაზე ძალიან ჭირდება ადამიანს ეს მკურნალობა, რომ მათ ვერ იშოვეს. და თქვენ როდესაც რეცეპტს გასცემთ, აქტიური ნივთიერებით უწერთ რეცეპტს თუ კონკრეტული ბრენდ ნეიმით, ანუ სახელით. წესი და რიგით ყოველთვის უნდა იყოს აქტიური ნივთიერების მითითება და შემდეგ უკვე ხდება იგივე ეს არის რომელი კომპანიის წარმოებული ფასის მიხედვითაც შეიძლება იყოს არჩევა, თუმცა სამწუხაროდ დღევანდელი ელექტრონული სისტემა, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში, სამწუხაროდ იქ იწერება საფირმო სახელებით ეს პრეპარატები, რაც აი დაუყოვნებლივ ანუ ეს მუდმივად ხდება ამაზე საუბარი, მაგრამ არ არის გამოსწორებული შესაბამისად დაფიქსირებაც ამ პრეპარატის იგივე ელექტრონულ აღრიცხვის სისტემაში ხდება საფირმო სახელების მიხედვით, რაც სრულიად არ შეესაბამება იმ რეფორმას, რომელზეც მუდმივად არის საუბარი ქვეყანაში, რომ უნდა მოხდეს, ანუ გადასვლა იგივე სააფთიაქო სისტემის, რომლის დროსაც ასევე არის იმის გათვალისწინებაც, რომ ექიმებმა არ დანიშნონ კონკრეტული რაღაცა ფორმულირება, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული გარკვეულ ინტერესებთან და არა პაციენტის ინტერესთან.
მოკლედ, ეს თემა არის ძალიან ფართო თემა. მე ვფიქრობ, რომ ერთი პოდკასტის ფორმატში ვერ ამოიწურება არა მიზნობრივი და არა საჭირო მკურნალობები. ჩვენ ამ თემას კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით. მადლობა გადაუხადოთ ჩვენს მაყურებელს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიყურებდა. ვფიქრობ, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდეთ. ჩვენი YouTube არქის QR კოდი გამოჩნდება ამ ვიდეოს ქვეშ. შეგიძლიათ დაასკანეროთ და გამოგვიწეროთ და ძალიან ბევრ სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციას მოგაწვით ხოლმე ყოველ ორშაბათს საღამოს 7 საათზე. პოდკასტს უძღვებოდით მე გიორგი ნიორაძე, ქალბატონი მაია ბუწაშვილი და გიორგი კამკამიძე. ერთი კვირით გამშვიდობებით. დაგემშვიდობებით.